დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვინ და მოდი ერთად დალი რავა დაგავიწყდა ვისი დღეა დღეს დალი დღესაც თქვენთან ლიმონის ფერი დალი ხო იმიტომ რომ მოდის ტენდენციები დალის მოგონილია და ეს ახლა ვერ ჩამორჩებოდა ვერანაირად არა მარტო ყვითელი ფეხზეც ნახე როგორ აცვია შიგნით მაისური და ფეხი სინქრონულად ფერებში გრძელი ლამაზი აქსესუარი ყელზე ბეჭდები ჯაჯოს შეშურდება როგორ ახალ ძალიან კარგად და მიხარია რომ არ გამოვტოვეთ ჩვენი რუბრიკა და გუშინდელი გადაწყვეტით დღეს შევივსეთ აუცილებლად აბარა როგორ შეიძლება კვირა გავიდეს ისე რომ არ გავიხალისოთ ცხოვრება რასაც ქვია ჩაცმა გახდა დახურვა ვაიმე გიჟდები რომ თან შენთან კონტაქტი მე გახსოვდი რაღაცაში ვიდრე ჩაცმა იმიტომ რომ ისეთი აღნაგობა გახდა დღეს ისეთი მზე გოგო შემოვა ახლა ჩვენთან სტუდიაში რომელსაც უნდა გავახსენო მისი ძველი პროფესია, რომელსაც საერთოდ რითითაც დაიწყო მანიკამ. ისე გამოიყურება, რომ არ დაუჭირდება. მანიკა ასათიანი უკვე წამოწდა სახელი, უზადო. უჟენი მზე, ნახე როგორი გოგო საქართველოს მზე. საქართველოს მზე. სტენდალი. თვითონ შემირჩია. შენ როგორ უნდა ჩაიცვა, რომ არ გაგვანათო სულიად სტუდია და საქართველოს მზე. ერთი წამი მარტივად ვიყავ, ტომარა რო ჩამოგაცვა თავზე. ვიტყვით რომ ვაიმე მანიკა რა გაცვია? ანუ არ არის ეგრე? მაგრამ ამაზე საცმელი გიხდება. მაინც მით უმეტეს როცა აი ესეთი ხარ, სულ ეკრანზე ხარ და სულ ყურადღების ცენტრში ხარ, ყოველთვის უნდა გეცვას აი რო იტყვიან უშეცდომოდ. რთულია. არა, ნამდვილად აი დალის კარგად გამოსდის, მაგრამ ზოგადად რთულია. არა, რთული არ არის, როდესაც შენაირი მოცემულობა გაქვს. მართლა გეუბნები, მაკიაჟი გააქვს, არ გააქვს, ახალი გაღუძებული ხარ, ორი დღის უძინარი ხარ და გაწაწილი ხარ, ოპერაციული გაქვს, ყველანაირად კარგად გამოვიხარ. ასეთი თუ არავის ურავა. ვიყება. წლების მეგობრობის შანსი, მაგრამ სულ კარგად მანიკა ჩვენი საქართველოს მოქალაქეებისთვის გახდა ცნობილი, როცა დაიწყო მან მოდელობა. და ამიტომ ვთხოვე მანიკას, იმიტომ რომ მანიკა უკვე ისეთ ამპლუაში ყავს ნანახი, რომ როგორ მღერის, როგორი წამყვანია, როგორი ჟურნალისტია, რა ვიცი, ყველაფერი როგორი ჟურნალისტია, ნამდვილად. ყველაფერი და როგორი გაგვაოცა თავისი ვინ არის, გიმიდა რომ გადმოვიდა ამდენი არ მიტირია ჩემს ცხოვრებაში ხედე რომ ვუყურებ შენზე უფრო მეტირება ნანიკო შედადეშიც მართლა გეუბნები ეხლაც მახსოვს ხوارი მძაფრი ემოციები გამახსოვრება სიკუტილამდე ეს იყო მომენტი რომელიც შეიძლება ყველაფერი დამემართოს და მეხსიერება წაიშალოს მაგრამ ჩემი გაოგნება და შოკი იმდენად ძლიერი იყო რომ მართლა ეხლაც რო გიყურებ რანაირად ძალიან როცა აი დარწმუნებული ხარ რომ ის არის მამაკაცი არც მეტი არც ნაკლები კალად ბურთელი და უცებ იხსნის აი ამას და მანიკა ეს მართლა არ ვიცი რა საოცარი შოკი დაუნარდა რაღაცეგონება მე ვიცოდი ახლა ეს მოკეთ ვინ არის ეს არის რა ქვია ჟიურის წევრი და ძალიან მიხარია კი მე არა ვარ წელს ყველა არის ჩემს გარდა მაგიტომ სულ გეძებ რომელიღაც პროჯინაში და მოთამაშეებში და არც მონაწილეებში სხვათა შორის ეგ არის. სხვათა შორის ეგ არც მე ფიქრია. არა ვარ, არა. დალი გეძებ მე მგონი შენ თემაზე რო გადავიდეთ ჯობია. კი ბატონო, მანიკა, რამდენი წლის იყავი რომ გამოხედი პოდიუმზე კარგი? პოდიუმზე პირველად რომ გამოვედი, ვიყავი ან 14-ის, ან 15-ის. გარდამავალასაც. და სიმაღლე რა გქონდა უკვე? სიმაღლე კი, ეს იყო სიმაღლე. მე 83 ვარ, ხშირად ისმის ეს კითხვა და ბარემ მაყურებელსაც ხო, მეტრი და 83 სანტიმეტრი. ბავშვობიდან. 15 წლიდან ვარ ეს სიმაღლე. 13-ის ვიყავი მეტრ 77 და მე ნელ-ნელა ავედი ამ სიმაღლეს და აღარ მომემატი ამის. კარგია მე რეგაცო, მე დაინტერესდება ეხა. არა, ძალიან მიყვარს ჩემი სიმაღლე. ბევრს ხომ აკომპლექსებს. მე გიჟდები 1 სანტიმეტრსაც ვერ დავწვდი. რაღაცა არის სწორი ახნაგობა გაქვს და არ გეტყობა, რომ აი თითქოს მეტრ 83 მეტრში ჩავარდი 83. მით უმეტეს არ დაგავიწყოთ, რომ მანიკა ყოველთვის თან სწორს აკეთებს, რომ დგას ქუსლებზე, როცა არის ეკრანზე და მიყავს ესეთი მეგა ჩემი აზრით უნდა მოსადუქცევა გვერდზე ხანდახან მის გვერდზე მე მდგარ ვარ სცენაზე მე კედებში და ეს 11 სართული აქვს ნახე ეს
არის ძალიან კარგი ამაში, რომ შენ ხარ ჰარმონიაში შენ სხეულთან ერთად. ეს არის მთავარი. არ აქვს მნიშვნელობა სიმაღლის დამიჯერება. მეტრა 50-ის და მეტრა 60-ის და მეტრა 80-იც უნდა იყოს აბსოლუტურად ერთნაირად ჰარმონიულად მის სხეულთან, რომ იყო დალი იგივე რა მოგივა. ზონაზეც იგივეა, ნახე შენ თუ კომფორტულად ნახე არიან ადამიანები, იმიტომ რომ მე ვერავის ვერ მიუთითებ ადამიანებს, რომ აი შენ უნდა გახდე, შენ უნდა მოიმატო. არა. რომელი ადამიანიც როგორც არის ჰარმონიულად მის სხეულთან, აბსოლუტურად ისე. ვისი რა საქმე არის, ვინ მოიმატებს, ვინ დაიგებს. და შენ თავის უკეთესი ვარიანტი შენ თუ გაწუხებს ბუნებრივი ამისთვის ისრომებს, თუ არ გაწუხებს ჯანმრთელობის პრობლემებს თუ გიქმნის, დალი. ასხილებ თუ არ გაწუხებს, რაც არ გაწუხებს, გასწრებს ნამდვილად. კი, ახლა ანიკას უნდა მოდელობა გავახსენებად და უნდა გამოუცვალო. ყველა უნდა ჩაას. თუ დავიყოლიებ და ამ ყველაფერზე. მაგ წელი არ გამიკეთებია. ხო, გეყოფა თოჯინაში რო იჯექი ერთი და იგივე თოჯინაში, ახლა მოდი წამოდი, წამომყევი და მე ეს დალიმ შემირჩია უკვე თქვი. ეს პატარა ესეთი ჯულია რობერტსის ის მინდოდა ვაიბი. ნახეთ როგორი ვარიანტია, ნახეთ არის კილო. შეხედეთ თავისი ესეთი ჩალის ქამრით, ძალიან კარგია ზაფხულისთვის. მოგეთ ნავნეში გვაქვს ძალიან კარგი მამა ქალბატონების ფეხსაცმელების და სამოსის განახლება და ეხლა მინდა მოდი მანიკა შენ რო გიყვარს ის ფორმა რასაც ქვია რა კარგია მაისური მე მგონი ის არა ქვი აი შიგნით ეს მაისურიც არის ნახე ჯინსი შიგნით მაისური კიდია და მაგრამ მე მგონი სხვანაირი უფრო მოვხდება ეს ჩაისო ხა მიდი რატომაც არა ავიც მანიკა და აი ამაზე კი ბატონო მოდი და მე აქსესუარი ყველაფერი უნდა ჩაისო ამოასრო კი კი სამიდე აქსესუარი რამე გვინდა აქსესუარი რო შემოხდა დაგაჭერი და ტიმიდების მალე აბა მიდი დროებით მოგეთ მინდა გაჩვენოთ ნახეთ შემოსულია ძალიან ბევრი. ეხლა ბანკეტების სეზონი იწყება, ხო იცით? და ძალიან ლამაზი, ელეგანტური კაბები. მე რასაც და ძალიან ტრენდული, ნახეთ, აი ესეთი აბრეშუმის აი ჩვეულები ძალიან მიყვარს აი სიტყვა ეს რა ქვია აი simple უფრო ინგლისურად კარგად გამოდი აი უბრალო ანზე მოყვანილი ლამაზი ფერის აბრეშუმის კაბა ამაზე ჩაიცმე აი რამე გამოსასვლელი ესეთი ფეხსაცმელი ცოტა ბრჭყიალა აქსესუარები და ხარ უკვე კარგად ჩაცმული. იგივე არის ნატურალური ფერი, იმიტომ რომ აი ეს კაბები რატომ მიყვარს იცით აი ესეთ ჩვეულებრივ ესეთ როგორ ვეძახეთ ბრეტელებიან კაბეს. იმიტომ რომ ჩაიცმე ჩვეულებრივ სპორტულ ფეხსაცმელზე ხარ კარგად ჩაცმული. ჩანი როგორი უნდა კონდეს ეს კაბა რო ჯაიცო. აი ცირე სხვა შორის აი ეს ირიბი აჭრა იცის. ლამაზად გება სილუეტა. ირიბა თაჭრილი კაბა ყოველთვის მოყვება შენ სხეულს და არაფერს არ გამოაჩენს ისეც რაც არ გინდა რომ გამოგიჩნდეს. ხო არის ხა ყველას ესე ვარ თუ რაღაცა ნაწილი მოგწონს რაღაცა არა. აი ნახეთ აი ესეთი კაბები, ამაში რა თქმა უნდა სარჩული იცმევა და რა უცილებელი. ნუ ახლა ზღვაზე შეგიძლია იგივე ჩაიცვას, რა თქმა უნდა, ნახეთ რა ლამაზი ფერის, ეს არის ძალიან ტრენდული ფერი, აი ეს მწვანე, აი ესეთი კომბინეზონი, შეხედეთ, აბრეშუმის, ულამაზესი. თავისი ნახეთ, აი ესეთი იმითი რა ქვია. აქსესუარით. თავისი აქსესუარით, დიახ. ნუ აი ეს ფერები მინდა გაჩვენოთ, რომ ამ კაბების ფერები არის ყველაფერში თითქმის. აი ამაზე ვგეშტები, რა ვქნა. ეს არის ჩვენ რო ვეძახით ბატისტი, ხელით და აქვს თავისივე კამარი. ძალიან აი ეს აფხულში რა უნდა ინატრო ამაზე მეტი. არაფერი, ულამაზესი. თან გონი ყველას უნდა უხდებოდეს ეს. არ მოდის ეს აფხული თორე. ძალიან ლამაზი. აი ეს კაბა ძალიან მოგიხდება შენ. ნანუკა ნანუკა ცოტა გაშვებული, ახლა რომ გეხვეწები არ ჩამაცვა, არ შემიშინ მაყურებელი და მე შენთვის სამას გავაკეთებ აუცილებლად. არ ჩაგაცმებ ჩემო სიცოცხლე არა. მოვიდა. არა, ჯინსი უკვდავია მაინც რა. უფრო ჩემია? რა თქმა უნდა. ჯინსები ეს ყველაფერი შეგიძლია მე მიყვარს ძალიან ისა რა ქვია ჯინსი როცა არის ერთი მე უბრალოდ ამაზე ხა კარგი სპორტული ფეხსაცმელი უფრო მომეწონება. აი ხა დღეს დალის დღეა და როგორც გვეტყვის არა მე ჩემი მოგზაურებული აზრით განვაცხადე გასო. ეს გადაიკიდე ეს მიყვარს ორი ჩათის პრინციპი ძალიან
აი ესეთი ბოდაშია ორი ჩანთა და ორი ჩანთის პრინციპი კი პატარა ერთი დიდი კი და ესეთი შოპინგის აი ნახე თამითმეტეს როცა მოგზაურობ და მიდიხარ ხო აქ დოკუმენტები რო არ მოყარებდა დანარჩენი ჩანთაში პოდიუმზე გავიარა და მე წავალ მეორე ლუკით მიდი გაიარე გაიხსენე შენი აი ესეთი მოდელობის რა ქვია ორეული ოღონდ ორეული არ არის რეალურად ცალკე ამერჩევს ფოტოშორის ეს მამაკაცის ბერანგია ხო არა ეგ მაგას ვაკვირდებოდი მე დაკიტო დაკოვე არა დიმა მარტო მე ცოტა დიდი მექნება არა საქართველოს ფედერაციის ფეხბურთის ტანის ამბოს წყალობს მარტო არა როგორ გეგადრებათ ეგ ნარი ალფრედ მანიკა ძალიან აი ესეთი ჩვეულები, იმიტომ რომ ჯინსების სხვათაშორის ძალიან კარგი არჩევანია ჯინსების, ვისაც გიყვართ. ნახე ძალიან ყველანაირი ფორმის, ესეთი ფართე და სხვათაშორის ტრენდულიც არის ყველანაირი ფორმის ჯინსი. გაშვებული, შლაქსი, ჩვეულებრივი სტანდარტი, ვიწრო. ჯინსი არის უკვდავი. ჯინსი არის უკდავი. მრავალფეროვანი არჩევანი. მრავალფეროვანი არჩევანია. მე მაქვს 50 ჯინსი. 10. ყველაზე მეტი ჯინსი მაქვს. შემდეგი აი ეს. ეს გამჭვირვალე უნდა ჩავიდე. მარიკა. აი ეს თავისი მითი და რომ ხო მე აქსესუარებს გავუჭერებ. ჩვენ რომ გამოვხედა, ჩვენ ვერ გიშევდერა. მარიკა ერთი სული გვაქვს როდის შემოხვალ? ხო, აი მაშინ კიდე სხვანაირია, მგიჟდები. და შიგით რა უნდა შეიცოს? აქვს იქ თავისი საჭირო წამოურეთ, რა თქმა უნდა. ჩვენ კიდე გვინდოდა რომ ისე გამოსული. ეს ლინის პრინტი ისევ მოდაში არის, ხო დალი? აი ეს პრინტი, სხვათაშორის პირველად, საერთოდ ესეთი პრინციპია, ნახეთ. ლუქს ბრენდები, როგორც კი აი მის ახალ კოლექციაში მაგალითად გამოვიდა ეს მაგალითად ეს ფერი, ახლა რაც მაცვი არის ძალიან ტრენდული. აი ესეთი ყვითელი. თავიდან ეს პრინტი ქონდა Dolce Gabbana-ს. აი ესეთი ლიმნების პრინტი და მე რა თქმა უნდა უკვე შემდეგ სეზონზე შეუძლიათ სხვა ბრენდებმა გაიმეორონ ზუსტად იგივე არა დაახლოებით იგივე პრინტი და ესეთი პრინციპია საერთოდ ჯერ იწყებს ლუქს ბრენდი და მე ის ფერები და ის პრინტი შეიძლება გაიმეოროს სხვა ბრენდებმა. საერთოდ ეს არის ტრიალებს მოდა და მინდა გითხრათ რომ აი ესეთ ბიუჯეტურ ფასად აი ესეთი Dolce Gabbana-ს პრინტიც ამ შემთხვევაში ეს ბრენდი არის reserved, არის ძალიან კარგი ხარისხის ბრენდია და ძალიან კარგი სამოსი არის ძალიან კარგი. ხო, რა მინდა კიდე გითხრათ, რომ არის კიდე აი ეს იცით, რომ აი ესეთი ქვედაბოლოები ძალიან ესეთი ირიბად აჭრილი ქვედაბოლოები არის ესე ფერებში, ესეც შეგიძლიათ რომ და თან სეზონი არა აქ დალი. შაკეტსაც უხდება, სვიტს ეგრეთ წოდებულ პიჯაკს, ყველაფერს უხდება. აი ესეთ ქვედაბოლოებს სეზონი არ აქვს, იმიტომ რომ ეს შეგიძლია სვიტერზე ჩაიცვა ზამთარშიც და ზაფხულში კარგ ლამაზ პერანგზე ან მაისურზე. სხვათაშორის აი ეს რეზერვ რო ვიძახი ძალიან კარგი ხარისხის ფეხსაცმელები აქვს სხვათაშორის. ნახეთ როგორი კარგი ტყავის, ნახეთ ტყავის ესეთი ესპადრელების ძირზე ესეთი სანდლები, ეს ნახეთ რა ლამაზია. აი სხვათაშორის ესეთი დაახლოებით Bottega Veneta-ს ქონდა გაიხსენეთ. წინ გვანახა ეხა დავინახე. ეს არის პირსახოცი, ხო იცი? პირსახოცის ქსოვილია და ძალიან ლამაზია. აი იგივე ნახეთ ну ძალიან რაც თავარია ნახე ყიდულობ ბიუჯეტურ ფასად და ტრენდულ ფორმას და ფერს ესეც ძალიან ლამაზია. ჩემი საყვარელი ბალერინების რაღაც დიდი არჩევანი არის, ხო? აი, კი, მართლა ძალიან კარგი ხარისხი და ეს შეხედეთ რა ლამაზია. ძალიან და ფერიც. აი, იგივე ნახეთ აი ესეთი, აი ეს ქუსლი ისე ძალიან აქტუალურია. მოკეთ, ქუსლებშიც ისეთი ისავართ ტრენდებში ისეთი გახსნილები, რანაირი ფორმის, ზომის, ქუსლი გინდა, წვეტი გინდა, ოთხკუთხედი გინდა, მრგვალი, ცხვირი გინდა, ფეხსაცმლის, ეგ ყველაფერი არის ძალიან ნახეთ, ლიბერალურია ჩვენი მოდა, ასე რაც გიხდება, ის უნდა ჩაიცვა. ყველა ფილიალში განახლდა კოლექციები და ეგ ძალიან კარგია. ყველა ფილიალში განახლებული კოლექცია, ასე რომ იჩქარეთ, სანამ ზომები არის. მოვიდა ჩვენი სილამაზე შეხედეთ. აი ეს ფერები როგორ უხდება შეხედე. ხო ეს საზაფხულო, ეხლა შეგნიდან რა თქმა უნდა ჩავიცვი სპეციალური
ხო, რა თქმა უნდა. ზღვაზე ხარ. და ზღვა შეგიძლიათ საცურაო კოსტუმზე ჩაიცოთ ახალ. უი, სათვალეც მაქვს. ყველაფერი მომიმზადა აუ რა დალიკო. კარგი განწყობა მანიკა ის განწყობა მოიტანე კი მოვიდა ზაფხული. აი, მოვიდა ზაფხული. გაიარე ახლა, გაიარე პოდიუმზე. ეს დაიჭირო ნახევრად, ესე მგონია, ესე წარმოგიდგენია და ეს ყველაფერი შეგიძლიათ წაიღო. ხო? ჩვენ დავამატეთ თითო ქულებით 11 კი, 11 ძალიან კარგია. ფეხსაც მიაქციეთ ყურადღება როგორ უხდება ამ ლუქს. არა, ნახეთ ფეხზე როგორი სანდლები აქვს. უამაზესია მართლა. აი ცოტა ახლო. მართლა გაიხსენა პროფესია ჩქარჩარა იცავს თან. მოიტანოს იმან რა ქვია კამერამ კარგად აჩვენოს ფეხსაცმელი. ადრეულასაც შევიძინე. მოითაკ დაჯექით. მობრძანდი დაბძანი კი. გამარჯვებული ლუკით მოდი. გაიმარჯვა ამ ლუკმა? ნუ ისე ვიფიქრე. ყველა გამარჯვებულია, მაგრამ ეს რაღაცა ძალიან შენია და კარგი არის. აი ეს ძალიან უხდება, ხო სწორია? კი, ნამდვილად. ეს აი ესეთი წითელი კაბაც ისეთი იყო. ეს ბეიჟი ფერიც ძალიან გიხდება. ბეიჟი ვარ მე თვითონ. ხო, და თეთრი არის ხება მართალი ვთქვა. უბრალოდ ამ ფერებში სხვა განწყობა მოგაქვს, იმ წითელ კაბაში სხვა განწყობა მოგაქვს. აი ეს არის ცვალებადება. არა, მანიკას განწყობას ერთი მოაქვს, მაგრამ 60-ს რაღაცას ახმარებს. აუცილებელია. ცარიელია ეს ისეთია რომ 60 გეხმარება ზუსტად შენი პიროვნების, შენი შინაგანი სამყაროს გარეთ გადმოტანას. აი ეს არის ყველაფერი, ეს არის განწყობა, სწორი ხარ. განწყობა მოაქვს. განწყობა და იმიტომ ახლა ამასო ვეხვეწები, რომ სხვა რამე ჩაიცვირო, სხვა განწყობის, მაგრამ ამას აქვს ესეთი ჩაკეტილი ერთი. ამას რაც არ უნდა ეხვეწო, ამას ვერ გადაათქმევინებ. ერთხელ ხო შეიძლება რომ ჩააცვა, შე როგორც გინდა ისე დავიმორჩილოთ და დავიმორჩილოთ, მოდი შაბათს ჩაგაცვევ ისე. დავიმორჩილოთ და გავაკავოთ. უბრალოდ ამას აქვს ისეთი თავის მიმართ ესეთი რაღაცნაირი ჩარჩოში ყავს, ჩაცმული. ისე ნახავდი ამას ახლა კუსტერზე და რაღაც ამის გამოში მაინტერესებს ერთი როგორი იქნება. კომფორტია. ზნობ თავს კომფორტულად. არა, რაშუაშია ეგ ხალხი რო ხოლოს ამ ეგ ხალხმა შეიძლება ისიც თხოვოს გადახტი ხრამშიო, მაგრამ მე გადახტი რა პრობლემაა? არა, გვაინტერესებს. უბრალოდ გვაინტერესებს როგორი იქნები ღამის კაბით რაღაცა ძალიან იმიტომ ერთხელ მოდი რა იყო. მინახავს და უამაზეს კი, რა თქმა უნდა, რაღაც ისეთ. არა, ამას რომ უნახავს ვერ ზია. არა, ნუ რაღაცა კონცერტი თუ მიმყავს და ღონისძიება მოითხოვს მართლია. იქაც მოგრძალები მიგდაგებს ფიქრობ ჩაცმა და რაღაც პრიორიტეტებში ყავს ცოტა ღონისძიება რომ მოითხოვს ასრულებდა, ჩვენ რომ მოვითხოვთ არასრულებ? ხელფასი გადამიხადე ძმაო, იმდენი, რამდენსაც მიხდიან და მოვალ ისეთი ჩაცმული. შემდეგ შაბათს მიხდი ფულს კვირას. რა ძალიან ღირებული ხარ და ვერ გავაკეთე. და მოვალ შავი. კარგი. და ეს კონსულტაცია გაქვს საჩუქრად ასე რომ მოკლედ დიდი მადლობა თქვენ დიდი მადლობა დალი ძალიან საინტერესოა მე ვხარშობთ მოგკითხო რა თქმა უნდა მე მინდა ესე რა ქვია ყველაზე ძალიან რომელი მოდების ჩვენება რომელი დიზაინერი სამოსი დაგამახსოვრდა ძალიან აი რომელიც მაგ ბრენდს ვიტყვი რომელიც ყველაფრით არის შემთთვის მისაღები სან ლორანი რომელიც სტილი ფერები ყველაფერი მომწონს სან ლორანი ქართველ დიზაინერები და რომელი შენ თვითონ რომ მიიღე დალი დრო აღარ გვაქვს სამწუხაროდ ბლიცკას ყველა არა ერთს ვერ ვიტყვი რა ქართველ დიზაინერები დასრულებული ჩვენ მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით აბა კარგი მადლობა მე არ გემშვიდობებით რაგბის კავშირის არჩევნები იყო გუშინ და ქართულ რაგბის შესახებ ვისაუბრებთ აი ესე მოკლედ დაგემშვიდობებით დროებით ნახვამდის მადლობა